მე რო ყოფილიყავი მაკადრებს გადავიღებდი. მოგესალმებით. ისეთ იმზეა, რომ აი ძლივს ვიყურები. სოფელია. ეს არის სოფელი. როგორ ხარ გოგოებო? დღეს ბრუნდები თბილისში. და სიმართლე გითხრათ არ მინდა, იმიტომ რომ აქ მინდა ჰაერზე. სადაც სუნთქავს, სადაც მამლების ხმა ესმის. ავიდეთ ჯერ არა, მაგრამ რამდენიმე საათში მომაკითხავს მამა და წავიდეთ ერთად. ჩემი გულის გულები, დედა სიყვა კი, დედა სიყვა რულები. დავლიოთ ყავა. ბაი, მალე მოდი. ქმარი გავაცილე. საქმეზე. და ჩვენ დავლიოთ ყავა ბედნიერად. შენახა ჩემ ლამაზი გოგო. ისეთი კარგი ადამიანი იზრდება, ისეთი კარგი ადამიანი. აპასთვის უკითხავს, რომ ესა რამე ხო არ გინდაო ან ვაფლიო ან რაღაც. ხო, გამოიქცა პაპას ვაფლიო და აი, მიდი. მარიტუნამ უნდა მიირთვას დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მიირთვი ჩემო სიცოცხლე. პური და კიტრი არ გვავიწყდება, რა თქმა უნდა და. შენი საუზმელია? არა, მიდი და. ძალიან პაწაჭუდა. ისეთი ფილა შოკოლადებია ეს რომელიც აგვაქვს სახში. აი ამ ხელა, ამაზე მტივარ. ხო და მაგას მივირთი უკვე და თხილეული აი ხელის გულზე ვერ დამეტიოს. არც მაგდენი. მოგეცებოთ უშველებელი ხელის გული მაგ. უშაქრო ყავა. რატო ცხოვრებაში არ მივირთმევდი და არ ვიყავი დიდად მოყვარული, ემეებს მივირთმევ. ეგრე გამოვიდა. მაგრამ ვცდილობ მუხა მიდაუჭირო რა. თუმცა დილი და ლამაზი ვარ. გუშინ ხალხო ისეთი ქარი იყო, ხამე, აი 11-დან დაახლოებით. ну იმდოის ქარი იყო და ისი აგრილდა რომ დაუწვეთი კარგად საბანი ესკელი საბანი დავიფარე ვერ კი დამწყაბა რა ანუ კარგად დავიფარე რა იმიტომ რომ რაღაცა კაი სიგრილე იყო რა დღეს ჩვენი კვების მე-6 დღეა და უბედნიერესი ყველაფერი იქნება ძალიან მაგარი Čekaj, da to še mašina je še. Oni me qava რომ საათზე დავლიე, მე ლინე და საათი ერთი ნახე.
სულ მომაქვს ხოლმე ანასთვის რაღაცა ტკბილეული და ისე წამოვედი 10 სახლისთვის წამომიღია და 10 მაგათვისაც წამომიღია. ია, იმაში კახეთში რო ისა გაქვს, რა მაგას საბზარეულო. კატა. აჰა. ხო, ხარ შემბარაკის ხარ? საერთოდ თუ ვარ. გახმა. დაშინა რა ხარ? ხო, ჩვენც გაგვიფუჭდა ბარაქის ხე. დღეს ჩემ ბარაქს გამსხალი, ქოთანადები გადავხარი. ხო. აი, მე ჩვენც აღარ აღვ ბარაქი. თან მე ამას როგორ უყარს? ყობა, როგორ მიყვარზე არ არის, ჩვენთან არ არის ესეთი ადგილები, რომ შუქი ურტყავდეს, ნახევრად გრილი იყოს. ან ძალიან მზიარი, ან შიგნით მიშო შემოდიხარ, ხო ბნელად არ ხარობს იქ ბარაქი. წყალიც არა ჭირდება. თეში ეკრება და უყავი წყალი. ეხლა რო ის ჩახმებოდა, ის ყვავილები არ ჩახმებოდა. თეში ეკრება და გადაიმოსა. გასაღებ დამეტყობებინა მაინც გიასვლის მოეწყოს ჩახმებოდა ის ყვავილები. შესაძლოა გადასვლა დაიწყოს. ვერი ოკეზე. დამშტარი მაგდენ ხანიას გადაჩავს. მაგრამ დამშტარი ხო შეიძლება კაცლოს ვიდრე იქ დაწოლილი. ხოდიმა. მე ხო გავიქცელი თუ მაგას აკეთებ. მოვაკეთეთ ვინეგრეტ. ეგრეთ წოდებული. ცხელია კარტოფილი. ყველაზე გვია ხო ეს სივდება ხოლმე და საშინად დედა დავიფუფქე. ეს ახალგაზრდა გოგო კარტოფილმა რატო უნდა შემიწეროს ხო არ იცით ვიდრე. როგორ ჩემო საყვარელმა გოგომ დამიწერა, გეტყობაო ის სწორი კვების დღეებიო, ის რაღაცა განწყობა გაქო სხვაო და სხვანაირად გამოიყურებია. ნუ აზრი იგივეა მოკარჩებას თუ ტექსტს ვერ ვიხსენებ ახლა. ხო და თუ შეამჩნიეთ თქვენ ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია. ჩემს დედაფთის აქ სალათის ფურცლები აქვს და მოკლედ ქეიფობ სალათის ფურცლებით. და სიმართლე გითხრათ, ანუ მე არ ვარ მოყვარული სალათის ფურცლების, მაგრამ კარტოფილი თქო, თქვია თქო, კიტრში, პომიდორში და რაღაცებში, ну მაინც სიმწვანეა და სიმწვანე აუცილებელია ჩემთვის და მაინც აი ისე ვარ, რომ თავს კარგად გრძნობ, რომ ну ხო, მწვანე მივიღე, ბოჭკო მივიღე. ყველაფერი ერთად უხდება თითქოს. კი არ მიყვარს, მაგრამ თვითონ უხდება თითქოს. ეს კი გახლავთ ჩემი კვება, როგორც ხედავთ, ლობიო, კვერცხი, ცოტა კვემყველი.
სალათი, ყველი, ძალიან გემრიელად მივისთვის. მომართული მაქვს უკვე ამ ყველაფრისკენ. სამსახურ დავახმოვანებ გოგოები და შესაძლოა რაღაც ხმები ისმოდეს, გარე ხმები პანჯერას დავკავარ, მაგრამ არა უშავს. თან კეიცით სალათის პროცესში გვაქვს და ძალიან კარგი იყო, ჭარხლის ფოთოლიც იყო, მაგრამ აი მაგის მიწოლა ძალიან დამეზარა სიმართლე გითხრათ, ამიტომ მოდი მეთქი ამით შემოვიფარგლები. აი ძალიან კარგია, როცა რაღაცა ერთად გვიხერხდება ხოლმე ადამიანების ჩასვლა, ოჯახის წევრებს, ყველა მუშაობს, ყველა დაკავებული, ყველა დაღლილია, როგორც ხდება ხოლმე რა. ძალიან რთულია, ერთად თავმოყრა, ასე ვთქვათ, აი ძალიან რთულია. აი შეიძლება ერთი კვირა დღე გქონდეს სხვა, შენ შაბათი გქონდეს და კვირა ისე მქონდა, წამოხვიდე და აი მოკლედ რა. ძალიან რთულია, მაგრამ მიხარია, რომ მაინც მოვახერხეთ და რაღაც ჩემთან დღე ნახევარი მაინც გავატარე ერთად. ჩემი მულიშვილი ქალბატონი ანიჭ გარბრძანდებოდა სოფელში, იმიტომ რომ გამოცდები აქვს ქალბატონს, ხო და არ ვიცი, ალბათ რუპის სამთავროს იქით კვირა შესაძლოა მოგვიხერხდეს ერთად დამთხვევა, ასე ვთქვათ, თორე შესაძლოა მე ამ კვირაშიც წავიდე, ნახოთ როგორ იქნება, რა იქნება, როგორ დავალაგებ საათებს, პარასკევს მინდა წავიდე, მაგრამ მაშინ სამსახურიდან ცოტა ადრე უნდა გავიდე და არ ვიცი, ეგ ამბავი როგორ იქნება, ცოტა მერიდება კიდე ადრე წასვლა. რო არ წავიდე, მერე შაბათს მომიწევს, მერე ფაქტობრივად 4 საათამდე, 5-მდე სოფელში ვერავარ და გამოდის რო კვირას უკან მოდივარ და გამოდის საერთოდ ერთი დღეს არ გამოდის სრულად ადამიანს იქ ყოფნა. ამიტომ აი არ ვიცი, ნახოთ როგორ იქნება ეს ამბავი, შესაძლოა თქვა ჩაბა წავიდე და უშედეგოდ დილით წამოვიდე, მაგრამ დამოგვიანდება სამსახურში, ეგეც არის და ნახოთ როგორ იქნება მოკლედ ეგ ამბავი. მაგრამ მინდა რომ გავიდე აუცილებლობაც არის რაღაცებს ვაკეთებ და მინდა რომ მოკლედ იქ ვიყო. ახლა და ძალიან რთულია, როცა არ დადის რაღაცნაირად დილაობით ტრანსპორტი არ მიდის ისე დროს, რომ მე შენ გიგვიანდება და იქიდან ადრე გამოდის, მაგრამ აქედან არ მიდის, მე მოკლედ რა, ჩვენი მეორე სართულიდან. ეს დაბლა არის სამზარეულო, რასაც ხა კედლებს გავაკეთებთ თავსო. ეს კედლები ხა გაკეთდება და კუკლა. ხარი კი ხო ხარიშხალია, გვაქვს გრძელესი აივანი, უდიდესი. ესეთი ხედი რო გაგწე ხო ხვდებით. რა კარგია. აქ უკვე ჩამოვიდა, მამა ჩამოგვაკითხა და 6-10 წუთი იყო რომ უკან წამოვედით თბილისში. არ გვინდოდა დიდ საცობებში ყოფნა, აქ არ ვიცი რატო დავიკაწრე და საერთოდ რა მოხდა ჩემს ხვირზე, ვერაფერი ვერ გავიგე. და კარგი ის იყო, რომ ჩემო მეუღლემაც გადაწყვიტა წამოსვლა, იმიტომ რომ თბილისშიც რაღაც საქმეები ჰქონდა, მაგრამ არ იყო დაგეგმილი ეს წამოსვლა, მხოლოდ ჩვენ ვაპირებდი წამოსვლას და გამიხარდა. იყო იდეალური ამინდი და ეს რა ნაკლის რო ხარ ცოცხალი თავით არ წიმდიოდა არც უკან. მაგრამ ძალიან მიყვარს ხალხო ძროხები და რა გავაკეთო. მოწოლაზე არ ლაპარაკობ, ანუ არც ვიცი და ძალიან მეშინია კიდე, ზოგადად ახლა მივახოდებ და ხახა შევახტები, მოგატყუებ თქო, მაგრამ რაღაცა ძალიან კეთილგაწყობილი ვარ. თან ისე გვაჭერდა მზე გოგოებო, რომ აი რა გითხრათ. აქ წამომიგორდა ქალბატონი, მაგრამ საბოლოოდ მე მოვასწარი ჩაძინება. აი ხალხო, თქვენი ნაცნობი ლოკაციიდან, ანუ სახლზე შინა დაუბრუნდით ოჯახი. ჩამობარგდით. მეტყობა რომ რაღაცა გადასიებული ვარ. ცოტა მეძინა გზაში ჯანმრთელობა, მაგრამ ბავშვი ვაკონტროლებდი და თან ვერ მეძინა და
სახლში მე წავიძინე და თან ვერ წავიძინე ეს დავჯექი მივწექი და ნუ მოკლედ და 8:15 მერე ცოტა ხნით მივწექი და ისევ რა აზრი ქონდა ავდექი ყვება მქონდა 8 საათს მივირთვი გემრიელად თავის ორი კვერცხით, ჭავის პურით, კრემყველით, ერთი პატარა შემწვარი თევზით, რომელიც უკანოთ მივირთვი კანის გარეშე, ანუ კიტრითი და პომიდორით, ასე რომ გადასესილი ვარ პირდაპირ მნიშვნელობით რომ გითხრათ. თავს დამჯდარია გოგოებო გრძნობა არ ჩვეულებრივად. ძალიან კარგად გრძნობ თავს. ნუ ეს თავის ტკივილები და ის ვიცი რატოც მაქვს ეს სამსახურის ხმაურები და ასე შემდეგ და ნუ ამას ვერაფერს ვერ ვზამ გარდა იმისა რომ მოცადე და შეაერთე სიყვარულო შევირთო ხო ნუ რა უნდა მოუხერხო ახლა ადრე რომ მткиოდა ხო გახსოვთ გადაღლის და მარიკო თუ შეიძლება ვიდეოს ვიღებ დედა ეგ არ წევი რომ შევომიფრინი ამ კადრში. ხო და ვცდილობ რომ რაღაცნაირად დავილაგო ეს თავის ტკივილების ხალხი ყველაფერი რიგზეა. რომ ვადარებ რაღაცებს მომეხსნა გამძაფრებული ფოტოები და კიდე რაღაცები. სრულად არ მომეხსნა რა თქმა უნდა. ჯერჯერობით. მაგრამ აშკარად მივდივარ მოკლედ წინ დღეს არის მე-6 დღე რა ვიცი როგორი დღანაც ვთქვი მაგრამ თუ არ ვთქვი იყოს ახლა ვთქვი მე-6 დღეა და ჩემი თავით ვარ სრულიად ამაყმკომარეობაში დღეს ქათმის ხორციც მივირთვი სანამ წამოვიდოდი მწანელობიოც მივირთვი კიდრი პომიდორი ყველიце დავაყოლე და მე ჩავსხედით და წამოვედით. ასევე მივირთმევ უშაქრო ყავას და ვცდილობ რომ ტვინი გავთიშო და უიგებო არ მომწონზე არ გადავერთო საჭიროა და ნუ ყავა თუ გინდა მოდი რა უშაქრო თალია ჩემთვის ვეუბნები და ნელა ვეჩვევი. ხო და რა ვიცი ყველაზე ისეთი სიახლე ასე ვთქვათ და რაც მიხარია ძალიან რომ გაგიზიარო ზუსტად ეგ არის რომ ჩემი თავი ძალიან მოვმართე ამ ყველაფრისაკენ და მაპატიეთ ვინც დაიღლებით ამ თემაზე საუბრით მაგრამ ეს რეალობა არის ჩემი ამ ეტაპზე გამძაფრებული რომელიც ახლა დგას ნომერ პირველ ადგილას და არის უმნიშვნელოვანესი ჩემი ჯანმრთელობისათვის და არა არიქა და დავიკლოსათვის ჯანმრთელობისათვის. ხო და ესეთი ამბები გათიშული ვარ, ძალიან გათიშული ვარ. ჭურჭელი მაგ დასარეცხი და ვდევარ. მეძინებოდა და ვერ დავიძინე, ხან გამოხვიძე, ხან დავიძინე. აზრი ქონდა, ეხლა ნახევარი საათის მოდი მიწვევი, აი ხო ხვდებით მიადე თავი ბალი, დებილობა არა, ეგრე არ მიყვარს, მე წიტრო არ მქონდა რომ ვამდე. ხო და ვიყანყალე მანქანაში და კარგად ვერ დავიძინე. ვთქნარება კი ბატონო. მარიკო ერთი წუთი დე თუ გიყვარ. ჩახტება გინდა, მოდი ჩემო სიცოცხლე. აფაიმეს ვიყავს დედას რო იცოდეთ მეგობრებო. დღეს ჩემზე მოვყევი და ალებაბაზე. შენ ხარ საოცრება, ამ დედამიწაზე შენ ხარ რაღაცა განსაკუთრებული მოვლენა და ჩვენთვის. მე დილით უთხარი ალებაბას რა გინდა რა მოგიტანო ანუ აფლიან საპირფარეში რა გინდა შევაკითხე და ვაფლი უნდა და გავიქაცლია მამიდასთან საყინულეში იყო მიდი ორი თალი ტანეო და მე ჩემო სიცოცხლე წაწყალი არ გინდაო და შენ თვითონ მივირთვი ძალიან კარგი გოგოა
ჩემი მარიკო. ერთი მენ და ერთი პაპას მივტანე. წადი დედი და მოემზადე აბანოში თავით მივდივართ მეც და შენც, იმიტომ რომ ნუ აი ანუ ხვალ ბახისთვის ვემზადებ. რა თქმა უნდა. გავიხადო? კი ბატონო. დავიწყე. გაიხადა ფეხები წამოდი. წავიშორო, წავისვა, გავემზადო. ბევრი საქმე ძალიან ბევრი. დღეს და უკვე ძალიან გვიანია და რომელსაც უნდა ვიცინო დღეს არ ვიცი, ხვალ მორიგე ვარ თან და მე როგორ მძულს ეს მორიგე. ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. კამერასთან ნახევარში შვილი არ გამოჩნდეთ. ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. მამა წოდა ცისფერი. რა არის ცისფერი? აი ცისფერი ფანქარი. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთეთ. თან ჩემი მული იყო იქ და ძალიან კაი იყო. ძალიან კაი იყო სოფელში დაისვენე. დავისვენე რა გითხრა, მაგრამ ჰაერი ჩავისუნთქე. ყოველ შემთხვევაში ღამე მეძინა. სიცხეს გამო რო ვერ სუნთქავ, მაგ მდგომარეობაში არ ყოფილვარ. გადავადგილე საცინებელში ყველაფერი. გამოვთქნარებს, ყველაფერი გადავადგილე საცინებელში გოგოებო. სოფელში. ასე ბევრად კეთესია როგორც ახლა. დამეკლედ ბევრი რამ გაკეთდა ძალიან და ახლა კიდევ კეთდება. ვილაპარაკო. დედი ყვარა უნდა გავთიშო, მე ცალკე თუ გინდა ჩაგირთავ. აბაზანაში მივდივართ და კარგი. აზრი არ ქონდა იქ წყლის გადავლებას, იმიტომ რომ მაინც ჩაჯდა იმაში ლაპოში. შესაბამისად აქაც მოუწევს წყლის გადავლება და საერთოდ გადახეხვა. მეორე სართულზე რაღაცები გავაკეთეთ. პირველ სართულზე სამზარეულოს გარეთა კედელი უნდა გაკეთდეს, რომელიც წინა ვიდეოში ჩაკისვით შემოღლი რო აკეთებ და ჭერს აი ეს კედელი უნდა გაილესოს, მე რაღაცა დაიშპაკლოს, მე ბლა ბლა ბლა, მე უნდა გაიკრასკოს. კიდე კაი რო ძალიან დიდი კედელი არ არის. მაგას მიხედავ ჩემი მეუღლე, როდესაც ჩაბრძანდება ისე სოფელში წავა ალბათ საერთოდ ხვალ. ის რატომ აგერი კაკადუსავთ. ალბათ ხვალ ასე რომ ხანდელი დაგიბრუნდებით. აქ გაცენდა უკვე დილა, გავიკეთოთ უცებ. მაკიაჟი, იმიტომ რომ უნდა გავიქცეთ სამსახურში, ცოტა მოუწესრიგდებ, შუქებს არ ვანთებდი მისაღებში, იმიტომ რომ ყველას ეძინა. ხო და ეს ნახე რომ სიბრტყეში ფაქტობრივად მეც არ ვიცი რა გავიკეთე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არ ჩანს, მაგრამ ნუ რეალურად რა თქმა უნდა მოწესრიგებული მქონდა სახე მაკიაჟის კუთხით. ფუნჯის გამოცვლამდე, მაგრამ ამაზე მაგარი ფუნჯი მე ჯერ ვერსად ვერ ვიშოვე. იდეალური ფუნჯია და წლებია მაქვს და ისე მიყვარს, რომ აი არ ვიცი. გული მწყდება რომ წარბის ფიქსატორი სოფელში დამჩა თუ დამკარგე თუ არის გუნზე არა ვარ. ეს დაბლა რო კუწები არ ჩამომვარდეს ისე ჩემი ცხოვრება ხო, ნუ არ წარმოუდგენელია. ხო და მოკლედ წავიდეთ სამსახურში, ორშაბათი დღეა ხალხო, გაიღვიძეთ, აღარ არის მის რო წამოწვეთ. ორშაბათს ყველა ვიწყებთ. ოფიციალურად ვიწყებთ ყველა. ხო, მანდ არ დაგავიწყდეს გვანცა, მანდ არ უნდა დაგვავიწყდეს. მე კი ვხედავდი რას ვისვამდი, მაგრამ თქვენ არ ვიცი რას ხედავთ. ახლა რომ უყურებ კადრებს, უკუნითში ვარ მე მგონი. ხო, ეს ხალისკრები ძალიან კარგია, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო. ნუ ამის გარეშე ხო ახლა ცხოვრება როგორ შეიძლება და ისა მუშაობა დავიტანოთ.
ბოლო პერიოდში უფრო ძალიან მომეწონა რატომღაც ბოლო წლები უფრო სწორად აი აქ ნახევრად დასაწყისებში ადრე დიდად კიდე არ ვიყავი ხოლმე ამ კუთხით მოწადინებული მაგრამ რაღაცები იცვლება თუმცა დიდად რო გითხრათ რომ ბევრი პროდუქტის წასმა მიყვარს რატყუφით ის კიდევ ერთხელ წავიდეთ სამსახურში საშინელია მედიკოს არც უშ არაფერი ხო აი ანუ ის არის ჩახუთულობა, მოხურულობა და იმეც ვიტყუებ, რომ თქეში არ იქნება. წარბის ფიქსატორი ან სოფელში დამჭა, ან გზაში დავკარგე, ან გადმომვარდა, ან მოკლედ ბევრი ან სამწუხაროდ აღარ მაქვს. ახლა ჩემი წარბი ისედაც დაფიქსირებულია, მაგრამ ანუ სველი ეფექტი არ აქვს რა. ჰაი. 1-20 წუთი ავდგავარ და ვფიქრობ, თქვენ ახვიჩით მე ყავას და მიყვარს ფიქრი. ახლა ჩამოვედი სოფლიდან, აქეთ ამედო თავი, რაც იმას ნიშნავს უპრიცო აქეთ გამექცა და იქიდან ამიფრთხილდა, მაგრამ რა დავეძებ. ისეთი ჰაერი ვისუნთქე დღე ნახევარი გადაჟანგბადებული ვარ პირდაპირ, აი არ ვიცი რა. ხო და ჩამოვედი მერე დავახალე თბილისში ჩამოვედი ტაფასა დავახალე ისა ორი კვერცხი და ისე ცხელა ხო უზეთოთ ეგრევე და უგაზოთ ეგრევე შეიწვა მერე ნახევარი პომიდორი ერთი ჩალის ნახევარი პომიდორი სწორსაკვებაზე ვარ რა ხო კიტრი ის არის კარგად დავჭერი ეგა მერე ჭვავისა პური მივირჩვი ის არის კიდე კრემის ყველი მივირჩვი ოდენი ამდენი ცოტა ვები უფალო გამახსენე ხო და ერთი პატარა ამხელა შემწვარი თევზი დავაყოლეზე და იმით კანგადაცლილი ისე ვარ გადაზიზილ ნაკეიფარი რომ რა გითხრათ ხო მეტყობა ხალხო კლება ხაბაბი ცოტა значит ხაბაბი ეგრევე შეხტა ხო ის არის მე 6 დღეა დღესაც ჭორიყვებს აბა გამამხნევეთ ქალებო თქვენი იმედი მაქვს აბა თქვენ იცით ხალა დილით და უფრო ლამაზი ვიქნები ახლა ცოტა შეზეზილი ვარ და ნიჩი ვარ ამისას თბილისი მიწას ამასწორებს ჰაერზე კარგად ავიყავით მასა გავიშალე და დავდიოდი ხანა ძროხას მესალმეუდი ხანა ცხვარსა ხანა ქალსა ხანა კაცსა და ვიყავი ბედნიერი ბაი